Microsoft-ის დელეგაციამ BTU-ში მაღალტექნოლოგიური ლაბი გახსნა. Microsoft-ის ახლად გახსნილი ლაბი სტუდენტებისთვის, კურსდამთავრებულებისთვის, პროფესორებისთვის, ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში ჩართული საზოგადოებისთვის და საქართველოს მთავრობისთვის აანონსებს. ხელშეწყობა AI პროდუქტების განვითარებაში, Microsoft-ის სერტიფიცირების მოსამზადებელი პროგრამები, ტექნოლოგიებზე წვდომა, კვლევა და პროექტების მხარდაჭერა, ვორქშოპები და ტრენინგ პროგრამები, მეწარმეობის და ინოვაციების მხარდაჭერა, ჰაკათონები, კონკურსები, ღონისძიებები, უწყვეტი სწავლა და უნარების განვითარება, ნეტვორკ შესაძლებლობები, კარიერული მხარდაჭერა, სასწავლო პროგრამების განვითარება, ციფრული ტრანსფორმაციის სტრატეგიები, საჯარო და კერძო თანამშრომლობა. Microsoft-ის ლაბი ოფიციალურად დაფუძნდა BTU-ში, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე ჩვენი სტუდენტებისთვის, პროფესორებისთვის, კურსდამთავრებულებისთვის, ყველა პარტნიორისთვის, ვისთან ერთადაც ასობით პროექტს ვახორციელებთ. Microsoft-ის ლაბის მიზანი იქნება BTU AI პლატფორმის განვითარებაში მონაწილეობა, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით სხვადასხვა ახალი გადაწყვეტილებების შექმნა და საზოგადოებისთვის შეთავაზება. ამის გარდა ყველა ის პროექტი, რომელიც მიმდინარეობს კიბერუსაფრთხოების მიმართულებით, ბლოკჩეინის მიმართულებით და სხვა ინოვაციების სხვადასხვა სფეროში ყველგან იქნება ლაბი ჩართული. ეს არის მნიშვნელოვანი დღე იმიტომაც, რომ Microsoft-ის წარმომადგენლები ესტუმრნენ ლაბის გახსნას და თავად გააჟღერეს ის მზაობა, ინტერესი, რომელიც ჩვენთან თანამშრომლობის ფარგლებში გააჩნიათ. ლაბის გახსნისთვის Microsoft-ის სპეციალური დელეგაცია ჩამოვიდა და BTU-ში ინოვაციური ლაბი ოფიციალურად გახსნა. Კომპანია ლინეტი მოხარულია, რომ BTU-ს ფარგლებში გაიხსნა Microsoft ლაბი. ჩვენ როგორც ამერიკული კომპანია Microsoft-თან თანამშრომლობთ უკვე წლებია და იმედი გვაქვს, რომ აღნიშნული ლაბი გადაამზადებს როგორც ბავშვებს, ასევე პროფესორებს და აუმაღლებს კვალიფიკაციას ადგილობრივ მოსახლეობას. შევხვდით Microsoft-ის წარმომადგენლებს, სადაც გავიარეთ იმ რესურსების შესახებ, რომელიც მათ აქვთ სტუდენტებისთვის და ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც განათლების სფეროში არის დაინტერესებული. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო პროდუქტებზე მუშაობენ, რომელიც ზუსტად ამ კუთხით არის მიმართული და ვფიქრობ, ნებისმიერ სტუდენტს საკმაოდ გამოადგება ამ რესურსებზე წვდომა, რომელიც უკვე დღეიდან BTU-ში იქნება ხელმისაწვდომი მათ. ლაბის ფარგლებში საქართველოში ტექნოლოგიური ინდუსტრიის კომპანიებისთვის დელეგაციის წევრებმა პირველი ვორქშოპი ჩაატარეს თემაზე უნარები და დასაქმება AI-ის ეპოქაში.